დავხატავ პარლამენტის გადატანასთან დაკავშირებით სურათს. ფეხით გადაგვიარეს ქუთაისლებს. ძალიან დიდი იმედი, რომელიც ყველა ქუთაისელს ჩაგვესახა პარლამენტის განმარტებასთან დაკავშირებით, უცებ ჩაიძირა და უცებ დაიმსხვრა. მე პირდაპირ გეტყვით ეს მოქალაქეების შეურაცხყოფა. დღევანდელი მხატვრობა გადაჭრილი არის არტ ბიზნესთან. მხატვარი ამ მდგომარეობაშია, ხატავს და ვერ ყიდის თავის ნამუშევრებს. ქუთაისში არც ერთი კერძო გალერეა არ არსებობს. ყველაფერი თბილისში არის თავმოყრილი. შეიძლება უცნაურად ჭრეს, რომ ეს რა კავშირშია პირდაპირ პარლამენტთან, მაგრამ როდესაც საუბარია ქალაქში ინვესტიციების ჩადებაზე, ეკონომიურ განვითარებაზე და ასე შემდეგ, საბოლოოდ მაინც აქამდე მიდის ყველაფერი, რომ მხატვრისთვისაც აუცილებელია იმ ნამუშევრის გაყიდვა. მარტო ეკონომიურად არ გამოისახება მხატვრაზე, აღიარებაცაა ერთგვარი მხატვრის რო სურათი ეყიდება. არ არის ფული, არ არის ატმოსფერო და სამწუხაროდ ქუთაისში პერსპექტივა არ ჩანს. ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის თავზე მხატვრები აქცია პერფორმანსით ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის წართმევას აპროტესტებენ. 12 მარტს მეც ვიქნები აქციაზე ამ ნამუშევრით, რომელსაც ძალიან სიმბოლური სახელი აქვს, მიგრაცია ქვია ამ ნამუშევარს. ეს არის ჩვენი თითოეულის ვალი, მივიღოთ პერფორმანსში მონაწილეობა და გამოვხატოთ ჩვენი მტკიცე პროტესტი. ქუთაისის პარლამენტი აუცილებლად იქნება ეს რომ დაჩქარდეს, ხალხი უფრო აქტიური უნდა იყოს გამოხატოს. მარტო ქუთაისლებმა არა, რა თქმა უნდა. მთელი საქართველოს მოსახლეობამ უნდა თქვას. 12 მარტს 13 საათზე ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში ერთად გავაპროტესტოთ პარლამენტის ქუთაისიდან გადატანა.